მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი დაპირებული და ანონსებული ტაროს საჯარო სეანსი თემაზე, რას ვერ ხედავს ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენში. ბუნებრივია მოიაზრება სასიყვარულო პარტნიორი. ადამიანი, რომელთანაც გაკავშირებთ გრძნობები, ურთიერთობა, სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა და ურთიერთობა, რომელშიც შესაძლებელია თავს ბოლომდე ბედნიერად, კმაყოფილად, ავსებულად არ გრძნობდეთ. ანუ იყოს გარკვეული კითხვის ნიშნები, გარკვეული სირთულეები. თუნდაც ურთიერთგაგების თემატიკაში ბუნებრივია თემაც ისეთია, რომ თუ ყველაფერი დაალაგებული და დაწყობილია ურთიერთობაში, მაშინ და ყველა, ასე ვთქვათ, ყველა შეკითხვაზე არის პასუხი გაცემული და დაფარულიც არაფერი არ არის, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ამ ტაროს პროგნოზების ურების სურვილიც არ უნდა გაგიჩნდეთ, ხო? აქ იგულისხმება ურთიერთობა, ისეთი ურთიერთობა, სადაც თქვენ გაქვთ შეკითხვები, სადაც თქვენ გაქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები და არ გაქვთ პასუხები. დღეს გავშლი მანარას სექსუალური ტაროს დასტით, ამ გაშლას გავაკეთებ ესეთი დასტით, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიურ განწყობებს, მის დაფარულ ემოციებს, დაფარულ განწყობებსა და დამოკიდებულებებს ურთიერთობასთან, პარტნიორთან მიმართებაში. ის ძალიან მკაცრი, ასე ვთქვათ, მსაჯულია აღნიშნული დასტა ასეთი ურთიერთობებისთვის. საკმაოდ რეალისტური და ცხადი პასუხები აქვს ხოლმე ბევრი ისეთ თემაზე, რომელიც მტკივნეულია ჩვენთვის, იმიტომ რომ სიყვარული ურთიერთობები პირდაპირ ურტყავს გულს, ურტყავს ემოციებს, შესაბამისად, ბევრს არ უყვარს მაგალითად მანარას დასტა. ბევრჯერ უთქვიათ ჩემთვის, რომ მეჩვენიათ ჩვეულებრივი დასტით გამიშალო ტარო, ჩავატაროთ სეანსი და არა მანარას დასტით, იმიტომ რომ მანარას დასტა ყოველთვის შეულამაზებელ პასუხებს გვცემს იმ ჩრდილოვან მხარეებზე, პარტნიორის ფსიქიკაში, მის ქვეცნობიერში არსებული ისეთ ჩრდილოვან მხარეებზე გვესაუბრება, რომლებიც შეიძლება არ არის სიამოვნო, მაგრამ ურთიერთობის განკურნება და გაჯანსაღება პირველ რიგში სწორედ აი ამ ჩრდილოვანი მხარეების დანახვით იწყება, ხო? თუ ვერ ხედავს საერთოდ და რაღაცა ვარდისფერი ბურუსი გაქვს ადამიანს თვალებზე, ვარდისფერი სათვალით თუ მოძრაობ, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად გეჩვენება, მაგრამ ერთ დღესაც ეს იდეალური ურთიერთობა, იდეალური პარტნიორი, რაღაცა საფნის ბუშტივით სკდება ეს ყველაფერი და ადამიანი რჩება ძალიან მწარედ მოტყუებული მწარე რეალობაში და ეს უფრო რთული მოსანელებელია ჩემი გადმოსახედიდან, ვიდრე ის, რომ თავიდანვე გქონდეს ადამიანს ის დამოკიდებულება, რეალისტური დამოკიდებულება, დამებაენა, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს იდეალური ურთიერთობა, ყველა ურთიერთობას აქვს თავისი ჩრდილოვანი მხარეები, რომლებიც საჭიროებენ გაცნობიერებას, დანახვას და მერე დამუშავებას, ხო? დიდი ხნის წინ დავაანონსე მე აღნიშნული თემა, მაგრამ დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან დაბნელებების დერეფნიდან მოყოლებული დღემდე საკმაოდ აქტიურად ვარ დაკავებული, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული წმენდებით, შესაბამისად, სანამ ჯერ კიდევ არის კარგი პერიოდი წმენდებისთვის, გარკვეული ნეგატიური პროგრამების გასანეიტრალებლად, გასანულებლად, შეგიძლიათ ენერგეტიკულ დიაგნოსტირებასა და ენერგეტიკულ წმენდებთან დაკავშირებით მომწეროთ მესენჯერში, Facebook-ზე ან Instagram-ზე და ჩაიტაროთ ეს ენერგეტიკული წმენდები, იმიტომ რომ დაბნელების დერეფანი, თვითონ ეს ორკვირიანი პერიოდი მე აქტიურად გამოვიყენე ჩემი სამუშაოების ჩასატარებლად, მოსამზადებლად, ენერგეტიკული манипуляციებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის არის ასევე ენერგეტიკული სანთლების დამზადების პროცესი, შესაბამისად მე უკვე აი ამ თვეში აქტიურად მუშაობ ამ მიმართულებით, ასე რომ ვისაც გაქვთ ეჭვი
იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ამის საფუძველს უნდა გაძლევდეთ თქვენი ცხოვრებისეული პერიპეტიები, ეს არის გაუმართლებლობა ურთიერთობებში, სიყვარულში, ფულში, ბიზნესში, ან ჯანმრთელობის პრობლემები და არ არსებობს რეალური მიზეზები, ხომ? ლოგიკური ახსნა არ აქვს ამ ყველაფერს და რაღაცა ყველაფერი უკუღმა დატრიალდა თქვენს ცხოვრებაში. მე გირჩევდით ენერგეტიკული დიაგნოსტირების ჩატარებას. იმის დადგენას, გამოკვლევას თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი, უიღბლობის, უბარაქობის, უკუსვლის მიზეზები რა შემდგომარეობს და შემდგომ ენერგეტიკული წმენდების ჩატარებას. ამ დღეებში თუ მოვახერხებ, მე ჩემი სამუშაობის გარკვეულ ნაწილს სწორედ ენერგეტიკულ წმენდებთან დაკავშირებით გაგიზიარებთ ვიდეო ჩანაწერის სახით მაქვს მომზადებული, მაგრამ ვეღარ ასე ვთქვათ, მოვახერხე და გამოვნახე დრო, რომ მოვამზადო ეს ვიდეო ასე ვთქვათ, ისე რომ გამოვაქვეყნო და გაგიზიაროთ ეს ყველაფერი თქვენს, რომ უფრო თვალხნათელი და ხილული გახდეს თქვენთვისაც თუ რაზე ვსაუბრობ. კარგით, მოდით გადავიდეთ, ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, გადავიდეთ უშუალოდ გაშლაზე, რას ვერ ხედავს თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენში. გვექნება სამი ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, ორ კარტიანი გაშლა. პირველი ვარიანტი, რას ვერ ხედავს ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენში. მეორე ვარიანტი, რას ვერ ხედავს ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენში და მესამე ვარიანტი, რას ვერ ხედავს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენი პარტნიორი თქვენში. როგორც ხედავთ, წარმოდგენილია სამი ვარიანტი, პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტი, ინტუიციურად აირჩიეთ ერთი ვარიანტი და ერთი პარტნიორი, ან თუ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ და რამდენიმე პიროვნებაზე გაინტერესებთ პასუხების მოსმენა, შეგიძლიათ სამივე ვარიანტიც ჩაიფიქროთ და მოდით რომ აღარ დავკარგოთ დრო, მოდით გადავიდეთ პირველ ვარიანტზე. რას ვერ ხედავს თქვენი პარტნიორი თქვენში? პირველ რიგში რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ვერ ხედავს იმას თუ როგორი გულგატეხილი ხართ. ხმლების სამიანი ამოდის პირველივე არკანის სახით. ვერ ხედავს როგორი გულგატეხილი და როგორი გულნატკენი ხართ. მიუხედავად თქვენი ერთგულებისა, თქვენი სიყვარულისა, თქვენი მოწადინებისა და მონდომებისა, თქვენი ჩადებული შრომისა და ენერგიის ამ ურთიერთობაში, თქვენ გული გატეხილი გაქვთ. იმედგაცრუებული ხართ. არ ვიცი ამას რამდენად გამოხატავთ, შეიძლება გამოხატავთ კიდეც, მაგრამ მას არ სჯერა ამის და გონია რომ სულ მასთან იქნებით, სულ თანადგომას გაუწევთ ცხოვრების რთულ პერიოდებში, სულ თქვენს მისიქით გზა არ გაქვთ, თითქოს რაღაცა ესეთი ენერგიები მოდის, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ძალიან იმედგაცრუებული ხართ, ხომ? რაღაც აი ქალი გაძარცული არა პირდაპირ გაგებით, რა თქმა უნდა, გაძარცული ემოციურად, გაძარცული ემოციებისგან, სიყვარულისგან, გრძნობებისგან დაცლილი, ენერგიისგან დაცლილი, გაძარცული როგორც ასეთი, როგორც ჩანს ძალიან ბევრი რამ გაქვთ გაკეთებული მისთვის, მაგრამ მან ეს ვერ დაინახა. ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით ის ამას ვერ ხედავს. ასევე ვერ ხედავს თუ როგორი ღრმად ემპათიური ადამიანი ხართ, როგორ შეგიძლიათ ჩაიძიროთ გრძნობებში, როგორ შეგიძლიათ მიენდოთ სიყვარულს, როგორ შეგიძლიათ რომ მაქსიმუმი გააკეთოთ ურთიერთობისთვის, რაღაცა დაუფასებელი მდგომარეობა გაქვთ ამ ურთიერთობაში და ამას თქვენი პარტნიორი ვერ ხედავს. თუ თქვენ ჩუმად ხართ და ამას არ გამოხატავთ და თქვენში იკლავთ გულში აი ამ ყველაფერს, ჩემი რჩევა იქნება, რომ გამოხატოთ ეს ყველაფერი, მეტი ცეცხლის ენერგია გამოიყენოთ, ნახეთ ორივე არკანში ესეთი ენერგიებია, ხო, პირველში არის ჰაერის სტიქია, მეორეში წყლის სტიქი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მენტალურად გონებაში იხარშება, თქვენს გონებაში ეს ყველაფერი და მერე თქვენში, თქვენს ემოციებში, ემოციების ცენტრში, ასე ვთქვათ, ანახატა გულის ჩაკრას მოვიაზრებ, გულში ხდება ამ ყველაფრის გადახარშვა, მონელება, ფიქრი და თითქოს შეგუება ამ მდგომარეობასთან. აქ ცეცხლი არ არის. ცეცხლი არის უფრო ქმედითი ენერგია, მეტი გამოხატვა, მეტი პრეზენტაბელურობა. პრეზენტაბელურობა ამ შემთხვევაში ახლა რაღაცა იმას არ ვამბობ, რომ რაღაცა სახალხოდ
გამოხვიდეთ და რაღაცა სიტყვა წარმოთქვათ თქვენს ურთიერთობასთან თუ გრძნობებთან მიმართებაში, მაგრამ პარტნიორთან იყოთ უფრო გულახდელი, უფრო გულწრფელი, უფრო გამომხატველი, თუნდაც იმ შინაგანი წყენებისა და პრეტენზიებისა, რაც გაქვთ, იმისთვის, რომ შეიძლება ის ამას უბრალოდ ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს, იმდენად ღრმად გაქვთ თქვენ ეს ყველაფერი გულში ჩაკლული. ხოლო თუ კი გამოხატავთ და ის მაინც თავის პრინციპს და რაღაცა თავის მას აწვება, უხეშად რო ვთქვათ, მაშინ და ღირს დაფიქრება საერთოდ რამდენად ფასეულია და რამდენად საჭიროა ეს ურთიერთობა თქვენთვის, საერთოდ სწორ ურთიერთობაში ხართ თუ არა. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. რას ვერ ხედავს პარტნიორი თქვენში? რას ვერ ხედავს პარტნიორი თქვენში? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ვერ ხედავს თქვენს სიყვარულის პოტენციალს, ვერ ხედავს თუ როგორი ლაღი, თავისუფალი, ჰაეროვანი ადამიანი ხართ, როგორ შეგიძლიათ სიყვარულში შეიტანოთ სასიყვარულო ურთიერთობაში მხიარული ნოტები, გაამხიარულოთ, გაამრავალფეროვნოთ ეს ურთიერთობა, აჩუქოთ მას სასიამოვნო წუთები, სასიამოვნო დღეები, საღამოები და ასე შემდეგ. ეს ყველას არ აქვს ეს ნიჭი და უნარი, ამავდროულად თქვენ შეგიძლიათ აბსოლუტურად გადაეშვათ ამ გრძნობების მორევში, მთლიანად შეხვიდეთ აი ამ სასიყვარულო ურთიერთობაში და მაქსიმალურად მიანიჭოთ სიამოვნება თქვენს პარტნიორს. მაგრამ სანაცვლოდ მე ესეთი განცდა მიჩნდება, უკვე მეორე არკანში ვხედავთ ასეთ რაღაცას, რომ თითქოს თქვენ შესაძლებელია იღებდეთ განკითხვას თქვენი პარტნიორისგან, ან რაღაცას შენიშვნებს საყვედურებს, ან იყოს თქვენს ურთიერთობაში ისეთი დამოკიდებულება, რომ გქონდეთ გარკვეული შიში განკითხვისა სოციუმისგან, საზოგადოებისგან გარიყვისა და ამ თემას ძალიან განიცდიდეთ და ძალიან გულთან ახლოს მიგქონდეთ ეს ყველაფერი. თითქოს როგორი განცდა მიჩნდება, იცით, რომ თქვენი ხარჯებით თქვენ მაქსიმალურად შედიხართ აი ამ როლში, როგორც ასეთი, როგორც პარტნიორი და სანაცვლოდ მისგან იღებთ რაღაცა აი ნარჩენებს, აი ნარჩენები აქ საკვებზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი ემოციების ნარჩენები, რაღაცა აი გადმოგდებული, რაღაცა დამადლებული, ხო, რომ თითქოს ესეც ზედმეტად მიაჩნია ადამიანს, რომ თითქოს ზედმეტს აკეთებს, მაგრამ ეს ესე არ არის. თქვენ მაქსიმალურად ხართ ჩართული აი ამ პროცესში და სანაცვლოდ პარტნიორისგან შეიძლება იღებდეთ რაღაცა თავს დამცირებულადაც შეიძლება გრძნობდეთ ამ ურთიერთობაში, იმდენად არ მოდის მისგან ის დაფასება, რომელსაც რეალურად იმსახურებთ. შესაბამისად, ის ამას ვერ ხედავს იმას, რომ თქვენ სხვა დაფასება, სხვა მიდგომა, სხვა დამოკიდებულება გჭირდებათ მისგან და ის, რასაც მისგან იღებთ, ეს არის რაღაცა აი უფრო დამამცირებელი დამოკიდებულება მისი მხრიდან და რომ თქვენი წარმოდგენით ამას თქვენ არ იმსახურებთ, თუმცა ამას ის ვერ ხედავს. აი ესეთი ვარიანტი ამოვიდა მეორე ვარიანტში, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი, რას ვერ ხედავს თქვენი პარტნიორი თქვენში. მესამე ვარიანტში კი ვხედავთ რადიკალურად განსხვავებულ მოცემულობას. ის ვერ ხედავს იმას, რომ თქვენ საკმაოდ დაკვირვებული ფრთხილი ადამიანი ბრძანდებით, მაქსიმალურად ცდილობთ, რომ თქვენი პოზიციები დაიკავოთ, არ დაიკარგოთ ურთიერთობაში და ეს ძალიან მისასალმებელია. გაცილებით ძლიერი ხართ, ვიდრე ის გაფასებთ, უფრო დაკვირვებული, ყველა დეტალს მშვენივრად აკვირდებით და ამჩნევთ, თუმცა ეს შესაძლებელია თქვენი პარტნიორისთვის არ იყოს შესამჩნევი, ანუ თქვენი ეს თვისება და ეს მხარე ხასიათისა. ამავდროულად საკმაოდ მყარი, მიწიერი, მატერიალურად უზრუნველყოფილი ქალბატონი ბრძანდებით, აქ ყოველ შემთხვევაში ასეთ ქალბატონს ვხედავ, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი თავის მოვლაზე, დაფასებაზე, ჩაცმაზე, ლამაზი სამკაულებისა და სუვენირების შეძენაზე, მატერიალური ფუფუნების, ნივთების კენ მიზანსტრაფულ ქალბატონზე, რომელსაც ამის შესაძლებლობაც გააჩნია. საკმაოდ დამოუკიდებელი ბრძანდებით, გიყვართ თქვენი თავი და გიყვართ საკუთარი თავის მოვლა. იმაზე მეტად დამოუკიდებელი ხართ, იმაზე მეტად თვითკმარი ხართ, შემიძლია ასეთი რამეც თქვა, ვიდრე ამას თქვენი პარტნიორი ხედავს. შესაბამისად, ერთ დღესაც შესაძლებელია პირიქით აღმოჩნდეს ისე, რომ რაღაცა პერიოდი დააკვირდეთ და თუ გაცნობიერებთ, რომ მისგან სათანადო დაფასებას არ იღებთ, ერთ დღესაც ხახამშრალი დატოვოთ, არც ეს არ იქნება გამორიცხული, იმდენად ძლიერ და თვითკმარ ადამიანს ვხედავ მე აქ.
აი ესეთი გახლდათ, ჩემო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი მინი ტაროს საჯარო გაშლა. დამიწერეთ თქვენი ხედვები, შთაბეჭდილებები, ინსაიტები. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი კომენტარების წაკითხვა და ყოველთვის გიბრუნებთ ხოლმე პასუხებსაც. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.